არაბეთს საკმაოდ დიდი როლი აქვს სუნამოს შექმნასთან და მის განვითარებასთან დაკავშირებით. თუმცა საწყის პერიოდში ისინი სუნამოებს არ იყენებდნენ როგორც ფუფუნების საგანს. კერძოდ შუმერები ძველი წელთაღრიცხვით მე-4-მე-3 ათასწლეულებში იყენებდნენ მცენარეულ ექსტრაქტებს რელიგიური რიტუალებისთვის. ეგვიპტელები კი დარიჩინს და სხვა სურნელოვან მცენარეებს იყენებდნენ მუმიფიკაციისთვის. მერვე მე-13 საუკუნეებში არაბებმა პარფიუმერია მეცნიერებად აქციეს. განსაკუთრებით კი ალქიმიკოსმა ალქინდიმ და მეცნიერმა ავიცენამ გააუმჯობესეს დისტილაციის მეთოდები, რაც პარფიუმერებს საშუალებას აძლევდათ ეთერზეთი მცენარეებიდან მოეპოვებინათ. ამ დროს მათ ჟასმინი, ვარდი და სხვა ინგრედიენტები აღმოსავლეთიდან შემოჰქონდათ. არაბული ტექნოლოგიები ჯერ იტალიაში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში გავრცელდა. ვაჭრები აღმოსავლეთთან ვაჭრობის შედეგად ვენეციაში ყიდნენ არაბულ სუნამოებს და ნედლეულს. 1547-1559 წლებში კატერინა მედიჩი იყო საფრანგეთის დედოფალი. ის იყო სამი მეფის დედა, კერძოდ ფრანსუა მეორის, შარლ მე-9-ს და ანრი მე-3-ის. იგი აქტიურად ერეოდა საფრანგეთის პოლიტიკაში და დიდი გავლენაც ჰქონდა. კატერინა მედიჩი იყო იტალიელი არისტოკრატი. საფრანგეთში მან პირველმა ჩაიტანა სურნელოვანი ტყავის ხელთათმანის ტრადიცია, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია კონკრეტულად ქალაქ გრასში, ვინაიდან და რადგანაც ამ ქალაქში ტყავის მატერიას ამუშავებდნენ. სურნელოვანი ხელთათმანის დახმარებით რენე ფლორენტინმა პარიზში პირველი პარფიუმერული სახელოსნო დააარსა. რაც შეეხება გრასს, გრასის ტრანსფორმაცია მოხდა მე-14-მე-18 საუკუნეებში. ტყავის დასამუშავებელი ცენტრი სურნელოვანი ხელთათმანის დიდმა მოთხოვნამ აიძულა ქალაქს პარფიუმერიის წარმოებაზე გადასულიყო. გრასის მოსახლეობამ შეისწავლა არაბული მეთოდები, კერძოდ დისტილაცია, რაც იდეალური იყო ადგილობრივი ვარდის, ჟასმინის და ლავანდის გადასამუშავებლად. გრასში კლიმატური უპირატესობაა მშრალი და მზიანი ამინდები. ამავდროულად თიხანარევი მიწა, რაც შესანიშნავი იყო სურნელოვანი მცენარეებისთვის. მე-18-მე-19 საუკუნეებში გრასი იქცა მსოფლიოს სუნამოების ცენტრად. სწორედ ამ პერიოდში ქალაქში აშენდა პირველი პარფიუმერული ფაბრიკები, რომლებმაც გამოიყენეს არაბული მეთოდები და გამოუშვეს მასიურ წარმოებაში. გრასში დღემდე იყენებენ არაბეთიდან იმპორტირებულ მცენარეებს, როგორიცაა ჟასმინი და აგარის ხე. სწორედ ამიტომ ქალაქი გრასი რეგიონში ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ქალაქი მოიხსენიება როგორც პარფიუმერის მსოფლიო დედაქალაქი და ცნობილი გახდა ფილმით პარფიუმერი მკვლელის ამბავი. გრასის მიმდებარე ტერიტორიამ ცნობილია პარფიუმერული ინგრედიენტების ველებით, მათ შორის ვარდით, მიმოზით და ასე შემდეგ. როდესაც ადგილობრივი ლავანდის ბუჩქები ყვავის, რეგიონი ხდება ძალიან პოპულარული ტურისტული ადგილი. გაშლილი იასამნისფერი ველები საკმაოდ ლამაზი და საინტერესოა. საშუალებას აძლევს ადამიანს ჭეშმარიტად გაიგოს თუ რატომ არის საფრანგეთი მსოფლიოს პარფიუმერიის დედაქალაქი. ყველაზე ცნობილი პარფიუმერული სახლები სწორედ საფრანგეთშია, როგორებიცაა შანელი, დიორი, გერლენი, ტერი მიულერი, იվ სან ლორანი, ლანკომე და სხვა. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების ბევრ კომპანიებს სურთ თავისი სუნამოების საფრანგეთში წარმოება, მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტებთან თანამშრომლობით.